ისიც უკვე მეხუთე გაკვეთილი და აქ პირველ რიგში სანამ გაკვეთილს დავიწყოთ ის მინდა ვთქვა, რომ შეიძლება დამწყებებისთვის ცოტა გართულდეს ნელ-ნელა, ანუ შეიძლება მოგეჩვენოს, რომ რთულდება, მაგრამ რეალურად მერე საბოლოოდ რომ შევაჯამებთ, მერე შეგიძლიათ ჩატში კითხვები დასვა, ან ის ჩაერთო ასე შემდეგ და კითხვები დასვა და ყველაფერი, მერე საბოლოოდ რომ შევაჯამებთ ყველაფერს და მერე ან ნელ-ნელა გაკვეთილებს რომ მიყვები, შეიძლება უცებ რაღაც ვერ გაიგო, მაგრამ საბოლოოდ ბოლომდე რომ გახვალ მე უკვე ყველაფერს მიხვდები, მე შეგიძლია თავიდან დაუბრუნდე ამ გაკვეთილებს და თავიდან გაიარო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს მაინც ანუ მარტივად მიხვდები, არ არის ისეთი რაღაც, რაც შეიძლება ვერ გაიგო რა. ასე რომ ეგ არ გქონდეს ეგ შიში, რომ რაღაც არ გესმის, თუ არ გესმის არა უშავს. გაიარე, ჩაიწერე, სიტყვაზე გაიარე მარკეტზე, ნახე, თუ კიდევ ვერ გაიარე, არა უშავს, გააგრძელე გაკვეთილები, მე სხვა გაკვეთილების მიხედვით მე მაგას მიხვდები, მაგ კონკრეტულ რაღაცას რა. მაგალითად, ამ გაკვეთილს ვერ მიხვდი, შემდეგ გაკვეთილში ამ რაღაცას რო გაივლი, აი მე მიხვდები იმას რა. შეიძლება ეგრეც იყოს, ასე რომ მაგან არ შეგაშინოთ. ხო, ეხლა რაც შეეხება ამ გაკვეთილის თემას, ეგ არის დიმენდი და საფლაი. არ არის დიმენდი ხაზები, არის რაღაცა კონკრეტული ზონა, საფლაიც არის კონკრეტული ზონა და რა დროს ხდება ეგ დიმენდი, რა დროს ხდება ეგ საფლაი. აი ამ ყველაფერს გავავლით, რაც შეიძლება მოკლე დროში რომ ჩავტიოთ, რაც შეიძლება ისე რომ ჩავტიოთ გასაგებად და რო არ გავწელოთ ტყუილად დრო. ანუ დიდი ფული შედის დიმენდში, სწორი ზონები რა არის, ხაზები რომ არ არის. ეხლა გავიაროთ. პირველ რიგში დიმენდი რა არის? მაგალითად, აი აქ ძლიერი აღმავალი ტრენდი გვაქვს, ხო, ვიცით ამდენი ხანია, რომ აღმავალ ტრენდში ვართ 1 საათიანზე. ამას თუ არ ხედავთ, ესე იგი ჯერ ბევრი რამე არ ვიცით. აღმავალ ტრენდში ვართ. მაგალითად, აი აქ არის ყველაზე მაღალი ჰაი, ხო? ეს არის ყველაზე მაღალი ჰაი. მოხდა ამ ჰაის გარღვევა ძლიერი იმპულსით. მაგალითად, აქ ფასი კონსოლიდირებდა და ძლიერი სანთელი, მეორე ძლიერი სანთელი და ძალიან ძლიერი გარღვევა მოხდა. რა იქნება ჩვენთვის დიმენდ ზონა? ბოლო წითელი სანთელი, რომლის შემდეგაც ფასი მაღლა წავიდა, მაგალითად, ბოლო დაღმავალი სანთელი, წითელს რატო ვიძახი, არ ვიცი, ბოლო დაღმავალი სანთელი იქამდე სანამ ფასი მაღლა წავიდოდა, მაგალითად, წავიდა, შემდეგ დაღმავალი სანთელი, შემდეგ წავიდა, ანუ ბოლო დაღმავალი სანთელი, რომელიც იყო ის, რომ ამის შემდეგ უკვე ფასი მაღლა გაგრძელდა და სტრუქტურის შეცვლა გააკეთა, ანუ დიმენდი არის ეს, რომ ბოლო დაღმავალი სანთელი, რის შემდეგაც ძლიერი იმპულსი დაიწყება და სტრუქტურას შეცვლის, ანუ ეს არის სტრუქტურის ცვლილება, ყველაზე მაღალი ჰაი გაარღვია ძლიერად. აი აქედან უკვე ჩვენ ველოდებით დიმენდ ზონაში ჩამოსვლას, როცა გაარღვევს. როცა გაარღვია და ჩამოვიდა აი ამ ჩვენ დიმენდ ზონაში, რომელიც არის ბოლო დაღმავალი სანთელი, აი აქედან უკვე გვაქვს 1 საათიანი დიმენდი. და არა კონკრეტული ხაზი, რომ აი აქ არის დიმენდი. არა, რაღაც კონკრეტული ზონა არის დიმენდი რა. ხო, და ანუ აიწია ძლიერად იმპულსი, ფასი სწრაფად აიწია და აი ეს ადგილი არის და აქ უკვე ველოდებით ბაის. ანუ წავიდა ძლიერი იმპულსი, წავიდა და აქედან უკვე შემოდის დიდი ფული და აქედან უკვე ველოდებით აღმავალ ტრენდს. ანუ აქედან უკვე დაღმავალ ტაიმფრეიმზე გადავდივართ, მაგალითად, აქ ხო გვაქვს აი აქ გვაქვს 1 საათიანის მიხედვით დიმენდი, ხო? აქ უკვე ველოდებით 1 წუთიან დადასტურებებს, მაგალითად, ის რომ ჯერ 1 წუთიანზე სტრუქტურა შეცვალოს, აი აქ გვაქვს სტრუქტურის შეცვლა, მერე ის რომ 5 წუთიანი დიმენდი შეავსოს, 1 წუთიანზე დადასტურება მოგცეს და ასე შემდეგ. მაგრამ იქამდე ვიცით რომ აქედან უნდა გავხსნათ ტრეიდი ყიდვაში, მაგრამ აქაც გვინდა დადასტურება, შეიძლება აქედან დიმენდში არ გაჩერდეს და ქვევით წამოვიდეს სხვა დიმენდი შეავსოს, ხო? ასე რომ 1 წუთიანზე სტრუქტურის შეცვლის დადასტურება გვინდა. აი ეგ არის დიმენდი. საფლაი ზუსტად იგივე არის, როცა მაგალითად აქ გოლდი არ გამოგვადგება, ევრო USD უფრო. საფლაი შეიძლება იყოს, მაგალითად, აი აქ გვაქვს ძლიერი იმპულსი, ძლიერად ჩამოვიდა ფასი დაბლა და გაარღვია აი ეს კონსოლიდაცია დაღმავალი მიმართულებით გაარღვია, ხო? კონსოლიდაცია ხო განვიხილეთ, რაც არის უკვე. დაღმავალი მიმართულებით გაარღვია, კონსოლიდაციის ყველაზე დაბალი ლოუ, ხო? გაარღვია. ეხლა ჩვენ ველოდებით, რომ ფასი დაბრუნდეს აი ამ ზონაში. ანუ
ბოლო აღმავალი სანთელი რაც იყო, ის არის დიმენდი. ბოლო აღმავალი სანთელი დიმენდს გავავლებთ და ველოდებით რომ დაბრუნდეს ამ ზონაში და 1 წუთიანზე მოგცეს დადასტურებები. ნახე, 1 წუთიანზე გადავალთ შემდეგ და მოვძებნით რაღაც კონკრეტულ დადასტურებებს. რა დადასტურებები, მაგას უკვე ეს ამ გაკვეთილის თემა არ არის, მაგას შემდეგში გავუვლით. ანუ აქ გვექნება სელის რეაქცია. ფასი ძლიერი იმპულსით წამოვიდა, სტრუქტურა შეცვალა, შეავსო ეს supply ზონა და აქედან უნდა ველოდოთ დაღმავალ ტრენდს. მაგრამ შეიძლება ესეც მოხდეს, რომ ჯერ liquidity გააკეთოს, როგორც აქ, აი liquidity სუპი გვაქვს და შემდეგ წამოვიდა დაბლა. მაგალითად, ჯერ liquidity გვაქვს, რაც ძალიან კარგია, თუ აი ამას შეცვლის ძლიერად და შემდეგ აი ამ supply-ში დაბრუნდება, იქ იქნება იდეალური, აი ეს აქ გვაქვს liquidity sweep, ხო? ეს არის supply ამ შემთხვევაში, თუ მოხდება ჯერ აი ამის გარღვევა, ყველაზე დაბალი low რაც იყო, ოღონდ ესეთი გარღვევა არა, როგორც აქ ქონა, არამედ ძლიერი გარღვევა და შემდეგ დაბრუნდება ფასი აი აქ. აქედან უკვე იქნება იდეალური short-ის გასახსნელად, ანუ დაღმავალში გასახსნელად. სწორი ზონის არჩევა, ანუ ზონა ვალიდური არის თუ არა, იმპულსი უნდა გქონდეს. ეს სამი რაღაცა, იმპულსი, ანუ იმპულსი არის აი გავსად ძლიერი იმპულსი რა, რასაც გულისხმობ, არა რაღაც ზოზინა მარკეტი, არამედ აი ესეთი იმპულსი, როგორც აქ ქონდა. პირდაპირ ძლიერი სანთლებით ჩამოაჭრა, ესე ვთქვათ, პირდაპირ სტრუქტურის შეცვლაზე, ხო? სტრუქტურის ცვლილება, რასაც გვიწერია, ანუ დაარღვია ყველაზე დაბალი low, კონსოლიდაცია მიდიოდა, დაარღვია კონსოლიდაციის ყველაზე დაბალი low. და ხო, უნდა იყოს ლოგიკურ კონტექსტში, იმიტომ რომ სხვა რაღაც დადასტურებებიც უნდა გქონდეს, მაგალითად აქ გვაქვს liquidity sweep, ანუ ეს supply დაფეილდა, ესე გამოვიდა, ეს supply არ გამოვიდა რეალური, მაგრამ აქ დავინახეთ, რომ liquidity sweep ქონდა და არა სტრუქტურის შეცვლა. ანუ აქ სტრუქტურის შეცვლა არ გვაქვს, არამედ გვაქვს liquidity sweep. ვინც აქ ტრეიდში შევიდა, გაასტოპა, რაც ლოგიკური არის და ეხლა ჩვენ უნდა დაველოდოთ აი ამ სტრუქტურის შეცვლას. აი ამ სტრუქტურის შეცვლას, რის შემდეგაც დაველოდეთ აი ამ supply ზონას. აი ამ supply ზონას გადავამოწმეთ 1 წუთიან time frame-ზე სტრუქტურის შეცვლით, demand-ით და ასე შემდეგ და მე გავხსნით trades და რა დადასტურებები არის ეგ, მაგას მომავალში გავვლით უკვე. მაგრამ ძირითადი კონტექსტი ამ გაკვეთილის არის ეგ. არის რაღაცა ზონა, demand და supply და არა რაღაცა ხაზი ზუსტი, რაღაც კონკრეტული ზონა არის. ამ გაკვეთილისთვის საკმარისი იყო demand და supply